ცენტრის დამფუძნებელი საღამოშტობის ეზაზე მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. საინტერესო ამბის და ძალიან გულის ამაჩუყებელი ამბის მომსწრე გავხდით, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დრამატულისაც, როდესაც რეჟიმის ამ ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკას საზოგადოებამ დაუპირისპირა რაღაც აქამდე არ ნახული საზოგადოება სოლიდარობა ასეთ გაჭირებულ ქვეყანაში. ხო, სტუდენტების პატარა ლაივით დაწყებული ამბავმა რეფერენდუმად გადაიქცა მათ შორის ოცნების ამ ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკისთვის. და 1.300.000 მაგაზია უკვე ასურა. რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ მთელი ეს ამბავი, რას გეუბნება თქვენ ქართული საზოგადოების შესახებ და მართველი რეჟიმის შესახებ, ამ ორი რაღაცის ურთიერთშეხედულების შესახებ მათ შორის. ხო, ეს არის სინამდვილეში ძალიან სწორად თქვით თქვენ, რომ ეს არის რეფერენდუმი და ძალიან ხშირად პროპაგანდისტული არხები გვაბნევენ ძალიან ბევრ ცოტა სევდასაზღვრიან იქიდან გამომდინარე, რომ იმ რეალობას თუ შეხედავ და დაიჯერებ ან დაუშვებ, რომ ის რეალობა შეიძლება ნამდვილი იყოს, მაშინ ცხადია ძალიან უხალისოდ არის ბევრი ხალხს ბევრს გონია რომ აი მაინც ხო არიან ისინი ვისაც ჯერათ რომ რა ვიცი ევროპა იმიტომ მოდის რომ კაცები გაათხოვოს და სუვერენიტეტი წაგვართვას და ასე შემდეგ ხო არ არიან აი აქედან გამოჩნდა კიდევ ერთხელ რა ვიცი მე რამდენად მაგრამ ძალიან კარგად ძალიან ამაღლებულად ორგანიზებულად გამოჩნდა რომ აქეთ არის სრულიად ქართველი ხალხი და იქით არის რეჟიმი, რომელმაც ეს ქვეყანა მიიტაცა. და როდესაც ეს არის სინამდვილეში ყველაფრის კონტექსტი, როდესაც საუბრობენ კარგია თუ ცუდია ოპოზიცია და ასე შემდეგ, ხო, ხშირად მithქვამს, რომ რა ვიცი, ახლა თავის დროზე შეიძლება და მოგწონდა, ან არ მოგწონდა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, ან რაღაც წმინდა ილია მართლის საზოგადოება მოგწონდა და რაღაც რომელიღაც სხვა არ მოგწონდა, ხო, ბევრი იყო იქ ორგანიზაცია, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლებოდა, იმიტომ რომ ერთ მხარეს იყო რეჟიმი, რომელსაც საქართველოს ყავდა დაპყრობილი და მეორე მხარეს იყო ქართველი ხალხი, რომელსაც იმ ვითარებაში და იმ კონტექსტში წინ მიუძღოდა ესეთი ტიპის ორგანიზაციები. ეხლა დღესაც პრაქტიკულად იდენტური ვითარებაა და ვიმეორებ აი ეს კითხვა რომელიც თქვენ დასვით ხო ყველაზე კარგად კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ აქეთ არის მართლა ქართველი ხალხი. ანუ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში სადაც ადამიანებს მართლა უჭერთ ყოველდღიურად საჭმლის შოვნა თუ წამლის ყიდვა გაერთიანდა და ერთლარიანი ჩელენჯი დაიწყო ხო ეს ყველაფერი და შეგროვდა აი ამ ხელად ახლა ეს შეიძლება ძალიან დიდ სურათში კონკრეტული მიზნისთვის არ იყოს გადამწყვეტი მაგრამ სიმბოლიზმი ამ ფაქტისა არის ფასდაუდებელი. დიდი ხანია ასეთი რამ არ მომხდარა 1-2 წლის წინ გვახსოვს ეს მასიური კამპანიები და ძალიან დიდი ჩართულობა და ახლა მნიშვნელოვანი იყო ამ ფონზე რომ გვებრძნო რომ კიდევ ერთხელ ეს შესაძლებელია და პერსონალურად კობახიძის მიმართ იყო კიდე გზავნილი თითქოს ნუ ყოველ შემთხვევაში ის არის ფიგურა რომელიც ნომინალურ თანამდებობაზე დახვდა ამას მისთვის რას ნიშნავს ესეც საინტერესოა იმიტომ რომ მან ჩართო ხო ხალხი ერთგვარად ამ ამბავში როცა თქვა რომ ეს გადასახადის გადახდელთა ფულია და რაციონალურად უნდა დაიხარჯოს ის და უპასუხეს მას გადასახადებს. ხო, დიდი პატივისცემით ამ კითხვის მიმართ, მაგრამ მე იმათ შორის ვარ და იმათ რიცხვებში ვარ, რომლებიც ამ ხელისუფლების პირობებში პერსონალიებზე არანაირ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სახელს გვარს. შეიძლება ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე იყო გადასარევი პიროვნება, მოქალაქე, პროფესიონალი და ასე შემდეგ, იმ მომენტიდან რა მომენტიდანაც ეს ადამიანი შევიდა ამათ სამსახურში, რეალურად რუსების სამსახურში. ივანიშვილისთვის ერთგვარი პოლიტიკური პრობლემაა, როცა მას არამიმზიდველი ფიგურები ყავს. შეიძლება აი ნახეთ დღეს მე მგონი გიგაზედანიამ დაწერა, გაიხსენა ეპიზოდი მაკიაველის მთავარიდან. ხო, სადაც საუბარი იყო იმაზე, როდესაც მართველი ხდება, რომ ხალხი ძალიან უკმაყოფილოა, შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით ვიღაც დაუკლას, ხო? შესწიროს, პაიკად შესწიროს და მე ხალხმა იფიქროს, რომ აი ეს ყოფილა ცუდი და მართველი კარგია. ხო, ვიხილეთ ის იგივე იყო ღარიბაშვილის შემთხვევაში, ლილუაშვილი და სხვანი. საბოლოო ჯამში და ჩვენ და სამწუხაროდ ეს დიდ სურათში არაფერს არ ცვლის, გულისხმობ გეოპოლიტიკურ სურათში საქართველოს გადმოსახედიდან, ქართული ხალხის გადმოსახედიდან, მათ შორის ისევ გავიხსენებ აი რა კონტექსტი, როდესაც ამბობენ რომ აი ხალხო თქვენთანაც მოვა და ეს საკლემი თქვენს ჭიშკართანაც დაიჩოქებს, კი დაიჩოქებს, ორჯონიკიძის ჭიშკართანაც დაიჩოქა აკლემმა და თითქმის ყველა კი მამიორა ყველა ხო, მაგრამ ამით ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და თვითონ საქართველოს არაფერი არ შემატებია ჩვენი ამოცანა როგორც ქართული ხალხისაა რომ ამ აკლემმა ის სამართლიანობა რომელსაც ის ატარებს რეალური სამართლიანობა იყოს ქართული სამართლიანობა იყოს დემოკრატიული სამართლიანობა იყოს და არა ოლიგარქიული შიდა დასჯები და ბოლშევიკური წმენდები როგორც იყო 20-30-იან წლებში და ეხლა უკვე მეორედ ვითარდება ასე შემდეგ. ამ ამბავს კიდე ერთი კუთხე აქვს ავტორიტარიზმის არაკვალიფიცირება ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში მათ შორის ხო ამის გაცილებით დიდი მაგალითი არის ფასების პროპაგანდაზე მათივე წამოწყებული
ძალიან დიდი და წარუმატებელი კამპანია. კობახიძის თავი თუ რამის გამო შეიძლება გაგორდეს ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ეს არის მისი ყველაზე დიდი ჩავარდნა, აი ბიძინა ივანიშვილის გადმოსახედიდან წესით ეს უნდა იყოს. აქეთ უფრო მორალური ჩავარდნებით ჩანს, რაც ყველაზე ნაკლებად არ დარდებთ ხოლმე მათ რიცხვებში, უფრო ადარდებთ ხო, რამდენ ადამიანს ეხება, ამ მამომრჩეველს როგორ ეხება, როგორც არ უნდა აყალბებდნენ არჩევნებს, მაინც რაღაცა ტიპის ხარდაჭერა ჭირდებათ ხო? აი მთლიანობაში ამაზე რო ვისაუბროთ, არაკვალიფიციურობის რა ეტაპზე მივიდნენ, გარდა იმისა, რომ გულწრფელადაც არ აქვთ ხო, რაღაც სიკეთის მოტანის განზრახვები ამ საზოგადოებისთვის. მე ზუსტად მაქინან დავიწყებდი ჩემ პასუხს, ეს თანდაყოლილი აკვალიფიციურობა არ არის იმდენად, რამდენადაც мотиваციის არ ქონა. ანუ თუ შენი мотиваცია არის ძალაუფლების შენარჩუნება, მოხვეჭა, ოქროს ზოდების მიტანა სახში და ასე შემდეგ, მაშინ ხა მხოლოდ ფორმალურად იზრუნებ იმაზე, რომ ბაღი ააშენო, ან ბავშვებს საჭმელი მიუტანო, ან გზაწესიერად დააგო, ხა წესი კიდე ის წერეთლის გამზირი, მე მგონი ორი დღეა ხო იქით. ხო და რითი იტმორება კიდე. სამწყებად არის დასაჭერი ხალხი, კარგ ქვეყანაში. აი სამწყებად, იმიტომ რომ სამწყებად ხოდა ტენდერები გამოცხადებული. კი ბატონო. ამაზეა საუბარი, რომ ის რაც ჩვენ გონია მათი არაკომპეტენტურობა და რაც ნამდვილად არის არაკომპეტენტურობა, სინამდვილეში უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია განსხვავებული мотиваციით. მათ სხვა მიზნები აქვთ და ეს არის მათი საბოლოო ჯამში არაკომპეტენტურობის ახსნაც და მიზეზიც. თორე რა ვიცი, რომ გავიხსენოთ იგი 2012 წლამდე რამდენი მითი დადიოდა, ხო? აი ნაცებმა 19 მილიარდი მოიპარეს, ოფშორებში გადამალეს, ან ეს ოფშორებში წაღებული ფული სად არის? 19 მილიარდი მაშინ ხო? ან დაუშვათ იმ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ რა ტიპის საქმეებია, ხო? იგივე მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ საუბარი არის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაზე. გაფლანგვაზე და არა მითვისებაზე მანდაც, ხო? კობახის ციტატა იყო, რომ 9 მილიონი ლარი მოიპარაო სააკაშვილმა და თქვენ რომ ვინმეს დააბრალებთ ჩვენ მთავრობაში. ეს რო ვინმე მქნას, სახში ელეგა 9 მილიონები. კი, რამდენი მათგან თან უსახელოს და უგვაროს. რისკი არა რომ სააკაშვილის ნაირს არა, უარ ვიცით ვინ არის. ხო, აი ვიღაც რიგით. ვიღაცას. კი, აი რაღაც რომელიღაც სამინისტროს ჩანთებში არის ინვესტირებული რა მაგრამ ხო ეს არის სინამდვილეში პრობლემა რომ ჩვენ კიდევ შეიძლება ვუშვებდეთ რომ აი რაღაც უნდა და არ გამოსდით ხო იგივე აი ამ ბავშვების ამბავზე ამას წინათ მომჭრა ყური არ ვიცი ვინ თქვა არ ვიცი სად ითქვა მაგრამ რომელიღაც ერთ-ერთიდან მომხვდა ეს ფრაზა რომ აი მე მგონი ერთ-ერთი სასულიერო პირი იყო ჩართული და თქვა რომ ხელს შეუწყობ ჩვენო აი მხით ჩატეხილობის აღდგენას ხელისუფლებასთან და მე ვერ წარმომიდგენია ეს იგივეა თქვა რომ აი ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და იმას რა ქვია სერგო ორჯონიკიძეს შორის ჩვენ ახლა შევარიგ დავლაგდებით ესენი დასხდებიან და რაღაც უთანხმოებას არ მოხრავენ ხო არსებობს უთანხმოებები რომელიც უბრალოდ არ ლაგდება ხო ჩვენმა მეგობრებმაც დაინახეს წლების მერე როცა გვეუბნებოდნენ რომ აი თავარი პრობლემა არის პოლარიზაცია ანუ ეს პოლარიზაცია ეგონათ რაღაც აი არსებიდან მოსული თავისით არსებული ბოროტება ხო და წლიდან წლამდე იყო ხოლმე ამაზე საუბარი პოლარიზაცია შემცირდეს რადგან იყო მარტივი შაბლონი იყო რაღაცა აი მე იმიტომ რომ შაბლონის მიხედვით უნდა გასცე გრანტი რომელიც ამას ამოავსებს და რაღაც ახალ შაბლონს ხარ მოიფიქრა და უმჯელობას ამართლებდა ხო აი პოლარიზაცია და ასე ციბეორებს კი მაგ არგუმენტს ეთყობა ჩარჩენილი არის ლექსიკაში უბრალოდ და გამაოგნებელი არის დღეს შედარებით ნაკლებად ხო თან ავტორიტარიზმი მიუკერძოებლობას აჩვენებენ თითქოს პოლიტიკურს ნაცვლად იმისა რომ უბრალოდ არა ზუსტად აღიწერებოდა რეალობა მაშინ და ნუ ხეთღევანდელზე არც არის საუბარი და ნუ სამწუხაროდ ამ ტიპის რიტორიკა ხშირად გვესვს მაგალითად არ დავასახელებ ვინ ამბობს ხოლმე რომ პუტინს და ზელენსკის ერთმანეთი ეზიზღება და ამიტომ რთულია გამოსავლის პოვნა არა ამიტომ არ არის გამოსავლის პოვნა რთული იმიტომ რომ რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა თავს იცავს მოვლენები ისე მიდის რომ მაინც შესაბამისად გამოიკვეთება ვინ რა არის რაღაც ერთი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ყველა რომ აი ეს მილიონი შეგროვდა ახლა აი კმაყოფილების შეგრძნება გვაქვს ხო მოგწონს ჩვენი თავი ჩვენი საზოგადოება ამით მაგრამ ბევრს აშინებს ის რომ ამ კმაყოფილებამ არ გადაფაროს ბრაზი რომელიც სინამდვილეში რასაც უნდა იწევდეს ეს ყველაფერი ჩვენი რაღაც ემოციებზე ვლაპარაკობთ ხო და ავტორიტარულ რეჟიმებს ზოგადად უყვართ საზოგადოებები რომლებიც ზრუნავენ გადარჩენისთვის ებრძვიან შედეგს და არ ებრძვიან მიზეზს. ანუ შეიძლება სხვა შედეგს რამდენიმე პროპაგანდისტმა ოცნების აი უკვე მიხვდა რომ სინამდვილეში ამას შეიძლება რაღაცა სხვანაირად ჩაეჭიდონ. მართალია არ გამოუვათ, მაგრამ მიხვდა რომ აი ქართულ ხალხზე მათაც ილაპარაკონ რა კაია ჩვენც ვიღებთ ამაში მონაწილეობას. არ და მიზეზის ხომ სულ სხვა. ხომ არ აყუჩებს ხოლმე ასეთი სიამაყის განცდა, რომელიც ბევრი გვინახავს სხვა შორის ბოლო წლებში თავარ განცდას რაც უნდა აკავშირებდეს ადამიანს, ბრას.
აბსოლუტურად ვეთანხმები კითხვის პათოსს, მეტიც ამაზე ხშირად საუბრობდი ხოლმე ჭავჭავაძის ცენტრი სანამ ძალიან აქტიური იყო ახალგაზრდებთან, იმ კონტექსტში თუ როგორ ვასწავლით ჩვენ ისტორიას, ჩვენს ისტორიას როგორ ვასწავლით. და საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენს ისტორიას ვასწავლით გმირებზე და თანგმგანწირვაზე ორიენტირებულად. ჩვენი გმირები არიან თევდორე მღვდელი, დიმიტრი თავდადებული, ცოტნე დადიანი, ქეთევან დედოფალი. ყველა გმირია, რა თქმა უნდა, აგიოგრაფიაში წმინდანები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ თუ ჩვენ აი ამ ტიპის ხაზს განმავითარებ და ესე არის უკვე აწლეულებია მინიმუმ. მაშინ რას ნიშნავს ეს, რომ ადამიანი აპრიორი ომში მიდის, ომში ბჭყალებში, ხო პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, იმ განწყობით, რომ მე თავს შევაკლავ. და თავს შევაკლავ განწყობა ნიშნავს, რომ მე წავაგებ, მაგრამ გმირულად, ლამაზად დავმარცხდები. ამასწინათ ზუსტად ამაზე იყო დისკუსია ჩემს სოციალურ ქსელში და საუბარი ზუსტად ამაზე რო ქონდა ერთმა ადამიანმა ვერ გაიგო, უმეტესობამ ყველამ გაიგო, რაზეც საუბრობდი და ერთმა თქვა, რომ თქვენ რომ ეხა ამბობთო, რომ მაგალითად ორი ჯარისკაცი თუ ჩავარდათ ყვედო და ერთმა შეწყვიტა წინააღმდეგობა და მეორემ არაო, აი რომ ვინ შეწყვიტაო, ისო კაი ტიპიაო და მე ვთქვი აბსოლუტურად არ ვამბობ მაგას. მე ვამბობ სინამდვილეში ერთი ნაბიჯით რომ დავიხიოთ უკან დაშვების დონეზე, ნახეთ ის აზროვნება რომ ჩვენ არ დავნებდებით ან ვერ გაგვტეხეს დაშვებას იწყებს იქიდან რომ ჩვენ ჩავარდით ტყვეთ და ამ ტყვეთ ყოფნისას ხელებს ვიქნევთ წინააღმდეგობას ვაჩვენებთ გმირულად ვიღაცა გვარგავს თუ მეთქი აი წარმოვიდგინე ხა მეორე დაშვება წარმოვიდგინე რომ შენი დაშვება იწყება იქიდან რომ შენ წახვედი ომში და აიყვანე ორი ტყვე რამდენი ქართველის დაშვება იწყება აქიდან. ანუ გაიმარჯვე. სოფაში ვიყავით და თავს ვიცავდეთ ყოველ. ხო და ანუ სინამდვილეში ეს ხო ანუ ნახეთ ესეც ერთმანეთთან არის კავშირში, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიასაც კი მათ შორის ესე გვასწავლიდან რომ ვიყავით ცოტა და ყოველთვის ცოტა არ ვიყავით. ხო, მეტრო დიდი ომების შესახებ ვიცით ესე ისტორიას, დიდი ომების. ან რო კეთილები ვიყავით და იმიტომ არ ვიპყრობდით სხვებს თორე. რა ვიცი ხა აი მოდი ასე გავიხსნათ. თამარ მეფეს დროს. თამარ მეფეს რო გაუშვდა ლაშა გიორგი, ჩვენი ლაშქარი წავიდა და ავღანეთამდე იარა, ხო? ხო, როგორც კი ქონდა ამის რესურსი. შნოროცა გვაქვს და საშუალება რა თქმა უნდა ეს იყო. ხო, ანუ ჩვენი პრობლემა ის კი არ იყო, ცოტა ვიყავით. ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ სუსტები ვიყავით და სუსტები იმიტომ ვიყავით, რომ არ ვესწრაფოდით ძლიერებას. ეს არის დღესაც ჩვენი მთავარი კოლექტიური ფსიქოლოგიური ტრავმა. აი, ამ კითხვას შეიძლება ცოტა უფრო ფართოდ უპასუხე, მაგრამ მე მგონი გასაგებად პოსტკოლონიალური ფსიქოლოგიაც ერთგვარად არის. საბჭოთა კავშირის შემდეგაც ან დაკრობილი ვიყავით სულ ცოტა ხნის წინ. ესე შეიძლება განაპირობებდეს. მარცხში ღირსების პოვნა, ხო, ნუ არის, როცა მარცხში ხარ დიდხანს, რაღაცა ცდილობ რომ თუ გადაირჩინე ენა რაღაცა კულტურა და შეინარჩუნე რაღაცა დაინახო შენ თავში ეს ღირსება და დააფასო. და კიდევ დავამატებდი ირაკლი ამას, დავამატებდი იმას თუ რამდენად დიდი აქცენტი კეთდება ჩვენს ისტორიაში მტრის მიერ მოპოვებულ მტრის მიერ შექებაზე. ანუ ტერი რო გვაქებს, აი დაინახა ჩვენი გმირობა, გადაირიან მონღოლები, გადაირიან თურქ-სელჩუკები, გადაირიან რუსებმა იცი და წერეს ჩვენზე და აი სუეუნები ხომე ჩემ შვილებს, მოსწავლეებს, აი წარმოიდგინე რომ დემეტრე თავდადებულის საპირწონე ყოლოდათ ვიღაცა არაბებს ბაღდათის მიდადგომებთან და იმას გაეკეთ ჩაედინა ესეთი გმირობა და ქართველი მხედართმთავრები აღფრთოვანებულიყვნენ ამით. ან წარმოიდგინე რომ ჩვენ დაგვეპყრო შუა აზიის სტეპები და იქ ვიღაცას რაღაც მონღოლების ან თურქ-სელჩუკების მაშინდელი ტომების ისტორიკოს დაეწერათ რომ გადაგვიარეს ქართველებმა 8-ჯერ როგორც თემურლებმა, მაგრამ ვერ გაგვტეხეს. აი წარმოიდგინე შევაბრუნოთ ეს ხო აი დაშვების დონეზე იწყება გამარჯვება. მენტალური მიდგომის ჩვენ თუ ეს მენტალური მიდგომა გვექნება რომ აი ლამაზად ვიცეკვეთ რაღაც გამოხატეთ რაღაც განა არ არის ეს საკებარი განა არ არის ლამაზი გმირული და ასე შემდეგ მე მგონი ყველანი ხვდებით ხო რაზეც არის საუბარი უბრალოდ პარადიგმა მთლიანად რო შევცვალოთ გამარჯვებულის მენტალობაზე როგორც ქართული ისტორიაში გვაქვს დავით აღმაშენებლის საფლავთან ჩამოკიდებული დარიალის კარი რომელიც ქართულებმა წამოიღეს იქიდან ხო და განჯის კარი რომელიც მგონი ერთადერთი ნიმუშია რა ჩვენ რაღაცნაირი დამყრობელი ეხლა რო გთხოვენ უკან დაბრუნებას ხო რაღაცა აქ მე მგონი დამყრობლის როლზე მეტად იმაზე არის საუბარი ახლა როგორ შეგვიძლია ჩვენ მათ შორის სისტემური ცვლილების მოხდა რა რამდენელები შეიძლება იყოს რაც შემოატრიალებს განჯის კარი მეგიშველი ან მათ შორის ეს ანუ აბსოლუტურად თანამედროვე საქართველოში როგორ უნდა გადაითარგმნოს ის რაზეც თქვენ ეს რთული იმიტომ არის რომ ამაზე ღიად საუბარი ძალიან
როგორ ვთქვა და რთული ახსნა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ის ადამიანი, რომელიც აი ამ მართლა გმირულ, მართლა სასიკადულო და კეთილშობილურ საქმეში არის ჩართული, შეიძლება თვლიდეს, რომ მოიცა ამას თუ ამბობთ რა ეს არ არის. კი, როგორ არა, კარგიც არის, სწორიც არის. უბრალოდ საუბარი არის, საუბარი რაღაც ჩარჩო ფსიქოლოგიაზე. ამით თავი არ უნდა დაიმშვიდო მაგას არის საუბარი. რაც ირაკლი მიკითხა, ეს არ არის თვითმაყოფილების წინაპირობა, ეს არ არის ხო გაყუჩების და იმის საბაბი არ არის რომ თქვა რომ ბიჭო ამაგრები ვართ, ხო, აი როგორ გავაუცეთ სამყარო კიდევ ერთხელ და როგორ შეგვაქეს, როგორ აღფრთოვანდნენ ჩვენით. მოდი რა შევცვალოთ ეს, ამოვატრიალოთ ეს პარადიგმა და თქვათ რომ მარტო არ ჩვენ ჩავაყენოთ ჩვენ მიზნად დავისახოთ ის რომ ჩვენ ვაქოთ სხვები. სხვებმა კი არ გვაქონ. სოჟუ ზაკ პირველად გამოვი გამოჩნდა როცა ზოოპაის 13 ივნისის ამბავი რომ მოხდა და როცა აიწყო რა ხო? პირველად ახლა არ გვაქვს მაგასთან საქმე. არ გვაქვს მაგასთან საქმე, ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და უცებ დაიწყო მაშინ გამოჩნდა რომ ახალგაზრდა თაობა რაღაცა და ოღონდ იგივენაირი რაღაც ტრაგედიები მომხდარა მანამდე ხო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ არავის არ გაშენია გასწრა რომ ახლა ამას ამ მთავრობას ქართული საზოგადოების დახმარება ჭირდება. ანუ ის მთავრობა ასხივებდა იმას რომ ამას აგვარებს რა კომპეტენტურობას და ანუ არ ჭირდებოდა იმას რომ ამათ ეხა არიციან ეს და აი ჩვენო მივეშველოთ რაღაცაში. არ მახსენდება. უბრალოდ წყალდიდობები იყო კახეთში, იყო ხა თბილისის ცენტრში არ მომხდარა, მაგრამ არ ყოფილა არ გამსტარა ამის საჭიროება. აი ეს განცდა რაღაცნაირად აი საზოგადოების ძლიერებას ასაც ჩვენ მეძახით. მათ შორის იქიდანაც მოდის რომ ეს უმდობლობიდან მოდის ამ მთავრობის. ახლა ცელსახად ამ კონკრეტულ შემთხვევაში. გეთახმები, მაგრამ თავისთავად სახელმწიფო რომელიც ყველაფერს გიგварებს არ ჭირდება მოხალისეობრივი საწყისები, ეგეც არ არის მოცემულობა, რასაც ვისურვებდით. ამ ვითარებაში ოდნავ განსხვავებული კონტექსტია, მე მგონი ეს როცა საუბარი ფორს მაჟორული. კონტექსტში ვეთანხმები ირაკლის, ეს არ არის ამერიკულ სტილში მოხალისეობრივი საკითხები. ვარიანტი ბალანსია, ხო, რაღაცა დროს მოხალისეობა აუცილებელია, მათ შორის სტიქიების დროს განსაკუთრებით. კი, ეხლა ისე უბრუნდები მოტივაციის საკითხს, ხო, მაგალითად თბილისის წყალდიდობისას ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ეზრუნათ ადამიანების, ანუ ხელისუფლებას ეზრუნათ ადამიანების გადარჩენაზე, პრაქტიკულად პირველივე საათიდან ცდილობდნენ რუსული კალკი რო გამოვიყენოთ მათთვის ძალიან ორგანული სტრელკების გადაყვანას, ხო? ჯერ თქვეს რომ აი წინა ხელისუფლებამ გზა რომ გაიყვანა ამის ბრალია, მერე თქვეს რომ ის ვერტფრენები არ ვარგო და მე აღმოჩნდა რომ არც გზის ბრალი არ არის, ვერტფრენები ჩვენი ბრალ შეეძლოთ გამოვიყენებინათ, მაგრამ ამასობაში ხო გადაატარეს ეს კრიზისი და გადაერთნა რაღაც სხვაზე. ყოველ ჯერზე ესეა, იყო ეს რაჭაში, იყო ეს გურიის დიდთოვლობა, თუ რომელი ერთი გვინდა გავიხსენოთ, ყოველ ჯერზე ესე, ანუ მიზანი არის ის რომ უბრალოდ აისხლიტო რაღაცა ტიპის კრიტიკა, ლეგიტიმური კრიტიკა, გადააგორო კრიზისი და გააგრძელო იმ საქმის კეთება, რომელსაც ამ ქვეყნის ინტერესებთან არაფერი საერთო არ აქვს. ხო, თან ნუ რითი უჭირავთ მე ეს ყველაფერი პროპაგანდით, ხო? მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი ბოძია და ხშირ შემთხვევაში გარკვეულ საკითხებში, გარკვეულ წრეებზე, ჯგუფებზე მუშაობს ცხადია პროპაგანდა, ტყუილა არ არსებობს. მაგრამ აი ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რო შეხვიდეთ თქვათ იმედის გვერდზე, რუსთავი ორის გვერდზე და ასე შემდეგ, თითქოს შეაწყდა პროპაგანდა რაღაც საკითხს, რომელიც ვეღარ აწია რა. აი ჩამოშლილია თითქოს აი ამ დიუშენის საკითხის გარშემო პროპაგანდა. შეიძლება ეს ამას რამე უფრო ზოგადი ეფექტი კონდეს და უფრო ზოგად უნდობლობაში გადაიზარდოს და პროპაგანდის გავლენის შემცირებაში. ნუ ესენი სამწუხარო ძალიან მაგრები არიან პროპაგანდაში, გამოვეხმაურები ამ გადაცემის დასაწყისში გაჟღერებულ ფასების თემას. აი ჩვენ ხო გონია რომ ფასების თემა იყო წარუმატებელი არ ვარ ამაში დარწმუნებული და მე საერთოდ გავიმეორებ უფრო ცუდი სცენარისკენ ვიხრები ხოლმე ყოველთვის, რატომ მე მიჩვენია რომ შევცდე ცუდის დაშვებაში, რომ ამით არაფერი არ დავშავდება, ხო? აი მე თუ ცუდისთვის გავამოვემზადე. ესეც მაინდსეტის ამბავია, ზაზა. არა, რას გულისხმობ ნახეთ? ანუ ოპტიმიზმი. არ ვარ ამაში ბოლომდე დარწმუნებული, რატო ოპტიმიზმი შეიძლება იყოს თვითიმედოვნება. აი ყველაფერი კარგად იქნება და მე არ მოვემზადებ. მე თუ ვიცი რომ შეიძლება ხიფათი დამხვდეს, მოვემზადები და თუ ხიფათი არ დამხვდა, უკეთ ვარ მზად და ამით არაფერი არ დამკარგავს, ხო? ამაზეა მხოლოდ საუბარი და არა ოპტიმიზმის არქონაზე პირიქით. ამიტომ ამბობ ხა ფასების ნაწილშიც ნახეთ, თუ გახსოვთ და ნამდვილად ვიცი რომ გახსოვთ, მაშინ ძალიან აქტუალური იყო კამიტით მოწამვლის საქმე. კი. ყოველდღიური თემა იყო საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმე. და უცბად ეს საქმე მიეცა დავიწყებას და დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რამდენად სასაცილოა, კომიკურია, აბსურდულია ის შოუ, რომელსაც გვთავაზობდნენ, ხო? თავისთავად ეს უკვე არის ის, რომ მათ
პროგრამა მინიმუმს მიაღწიეს. ახლა ბოდიში და მე შეიძლება ვიღაც ძალიან წამგებიანია ეს თემა, იმიტომ რომ თან რეალურ ყოველდღიურ პრობლემას ეხება ეს ფასები, ანუ და მოცივებს რო აღებ, ვერ წვდები, თუნდაც ქართული გეთანხმებით, გეთანხმებით ეს არის რაციონალური ახსნა ამისა და ის ვინც რაციონალური კატეგორიებით აზროვნებს და მოქმედებს ნამდვილად ასე აღიქვამს ამ ყველაფერს, მეორე მხრივ პროპაგანდისტული თვალსაზრისით ალბათ შექმნეს ის კარწინკა, ნახეთ რომ ფასების კომისია მუშაობს, ცდილობენ, ცდილობენ, არ გამოძდით, მაგრამ ხო ცდილობენ. ხო, მსგავსი მიზნები ქონდათ. არა, მე კი არ ვამბობ, რომ ეხლა უშეცდომობები არიან მეთქვა. რაღაცა თვალსაზრისით ძალიან ზედმეტადაც ნორმას არა, ეხლა უბრალოდ მე მოუწიათ ამ მე რო ხალხს დაუწყეს მტკიცებას, რომ ქვეყანაში ცხოვრება საამურია, იაფია, ევროპაზე უკეთესია, ამან ბევრისთვის გააშიშვლა, რომ ეს პროპაგანდა ტყუილი, აი ბევრისთვის მაგ მომენტშიც კი გააშიშვლა რა. აი იმიტომ რომ ომი აგვარი და ივანიშვილმა, რომელსაც ამერიკელები გვაძლებდნენ, ბევრს მიყიდეს ეს პროპაგანდა. ბევრმა რამე ამას შეუწყო ხელი, ბევრმა შეცდომა, მაგრამ ისეთ კარგად შეფუთეს რა. ნამდვილი იყო, რაღაცემა დაიჯერეს, იმიტომ რომ არ ეხებოდა მათ. ომის შიში და ფობია განსაკუთრებით ამ გაურკვევლობის პირობებში, რაც გლობალურად ხდება, ძალიან მყარი ფსიქოლოგიურ საფუძვლეს იყო ამ საზოგადოებაში და ძალიან კარგად გამოიყენეს ეს პოლიტიკური ტექნოლოგიებიც საზოგადოების ზუსტად იმ ნაწილის დასარწმუნებლად, რამდენიც სჭირდებოდათ მათ იმ მომენტში. შენ და მე არ გვარწმუნებდნენ მაგაში და ეგ გასაგები იყო და ფასების თემაზე იმიტომ ვამბობ, რომ კი, იმაში კეთახმებით ზაზა, რომ თავიდან ისინი სხვა სოციოლოგიას მიმართავენ ხოლმე და რესურსიც აქვს ჩვენგან განსხვავებით, ჩვენც გვინდა რომ ბევრ კვლევას ვატარებდეთ და იცოდნენ რომ პრობლემური საკითხი იყო და გადაწყვიტეს რომ მოდი ამ ნაბიჯების გადადგმით და დღის წესრიგში აწევით. ჩვენ საზოგადოებას ნაწილობრივ მაინც უპასუხებთ, ვაფიქრებინებთ რომ ამაზე ვზრუნავთ მინიმუმ, ხო? რაღაც ესე სწრაფად რო ვერ მოგვარდება ხო მათაც იციან, ალბათ ასეთი მიდგომა ქონდათ. უბრალოდ გზადაგზა გაუცუდდათ. ანუ მე მგონია რომ ერთ-ერთი წარუმატებელი კამპანიის მაგალითია განსხვავებით ომის პროპაგანდისა, რომელიც სამწუხაროდ წარმატებული აღმოჩნდა. ერთ ნიუანსს დავამატებდი ამ პროპაგანდაზე საუბრისას. სალომე თქვენ ახსენეთ კვლევები და ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი ამ თვალსაზრისით არის კვლევები, ანუ ხალხს რა აწუხებს. მეორე მხრივ მარტო კვლევები არ კმარა. რუსებს ამ საქმეში ჩართული ყავთ უძლიერესი ეთნოფსიქოლოგები და ფსიქიატრებიც შეიძლება. მათ აქვს ჩვენი აი ეროვნული რაღაცნაირი ეროვნული ეთნოფსიქოლოგიური პორტრეტი შექმნილი და ძალიან კარგად იციან, რაზე რეაგირებს ქართველი, რაზე ტრიგერდება, რაზე ბრაზდება, რითი დუნდება, მაგალითად შექებით დუნდება, ხო? ხაჭაპური და ხინკალი რო შეუქო და ბუნება რო შეუქო, მოეწონება, დადნება და შეიძლება რაღაც გარკვეული პერიოდით უსაფრთხო გახდეს. ჩვენ აქეთ მხარეს, ქართულ მხარეს ხელმძღვანელობთ ხოლმე აი ამ რაციონალური თემატიკით. თუმცა აი რომ ნახოთ კვლევები, ალბათ კვლევები მე ვიტყოდი თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, არ განვითარებულშიც მეტნაკლებად ერთი და იგივე სურათს დატებს. ანუ გვეტყვის, რომ ადამიანებს აინტერესებს ჯანდაცვა, ფასები, კეთილდღეობა, განათლება და ასე შემდეგ. მაგრამ გავიხსენოთ, აი 2012 წელს რამდენ კვლევაში ამოვიდა ციხეებში მდგომარეობა როგორც ხალხისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მე მგონი საერთოდ არის. სასამართლოს და ასე შემდეგ. რატო ამბობ ამას? ვიღაცამ მაგრამ გახდა შემდეგ ტრიგერი. ხო, ანუ ვიღაცამ იქ ლუბიანკაზე ძალიან კარგად იცოდა, რომ შეიძლება ხალხი უკმაყოფილო სხვა მიზეზებით არის, მაგრამ აი ეს ნაპერწკალი, რომელიც საჭირო არის, მიიღწევა სხვა გზით და ეს გააკეთა. გარეჯის საქმის ოპერაცია არის მაგის ნიშანი, აი ზუსტად რუსულ სქემაში მოფიქრებული იყო და ზუსტად გათვლილი იმაზე, სხვა შორის ალბათ კვლევებითაც, იმიტომ რომ ეგ არის კლასიკური ჰიბრიდული ძალიან კარგად ჩატარებული ოპერაცია იყო, ხო? აი არ იყო ოპერაცია გათვლილი ისეთ ცვლილებაზე, როგორც 2012 წელს იყო. არა, ეს იყო რაღაც კონკრეტულ მომენტზე გათვლილი, ცოტა სიმაღლე რომ მიეცათ მათი კამპანიისათვის და რაღაც ნაწილში ეფექტურიც აღმოჩნდა. და ეს პროპაგანდა ასევე იმით არის ძლიერი, აბსოლუტურად გეთანხმებით, იმით არის ძლიერი, რომ მე თავისივე იმდენად აჩვევს ადამიანებს იბამს ადამიანებს, რომ მე მათ ყურადღებას მარტივადვე გადაიტანს სხვა რაღაცაზე, ხო? თორე ადამიანები აი ამდენი თვის განმავლობაში ყავდათ აი ესე კოდირებული გარეჯი საქართველოს და იმის მე 15 ჯერ შეხვდნენ ალიევს. ხსენება მაინც ახსენეს ეს თემა, ხო არ ვიძახი რომ გადაწყვიტე ეს თემა, მაგრამ ახსენეთ ეს თემა, მაგრამ ეს თემა სამწუხაროდ გადაწყდა საქართველოს საწინააღმდეგო ინტერესების საწინააღმდეგო ჩვენ პირველად 1500 წლის განმავლობაში ვერ შევდივართ გარეჯში. პირველად, ასეთ რამ არ მომხდარა, წინა ხელისუფლების დროს ერთხელ იყო მცირე ინციდენტი
პრეზიდენტი და მგონი რაღაც 10 დღე თუ 2 კვირა გრძელდებოდა და ის იგრევე განიმუხტა 5 წელია უკვე გარეჯი ვერ შევდივარ გარეჯის ქეციკითა ნაწილზეა საუბარი ვეღარ შევდივარ ხო და ეს არის უარესი მოცემულობა გვაქვს ხო ახლა სუვერენიტეტის დაჩლუნგების დასუსტების თუ დაკარგვის პირობებში კიდევ უფრო რას გაუბედავენ ალიევსთან მოდი ძალიან გულწრფელად ვიტყვი ამ ფორმულირებით რას გაუბედავენ საერთოდ რაიმე საკითხის დაწვრას ბოლო შეხვედრისაც როცა ხელი მოეწერა ჩვენთვის უცნობ დოკუმენტს რომელსაც არასაჯაროებენ ნუ საუბარია იმაზე რომ მაღალი ალბათობით ჩვენ დავთმეთ შახდენიზის მილსადენში ჩვენი კვოტა და ბოლომდე მივებით გაზპრომს იმ გაზპრომს რომელსაც კალაძემ 2000 წელი არ მახსოვს ზუსტად ჯერ იყო ენერგეტიკის მინისტრი იყო როდესაც გაზპრომს დაუდო ხელშეკრულება რომელსაც გაზპრომი 10 წელი ითხოვდა ის ხელშეკრულებაც გასაიდუმლოებულია. ეხლა მე გეკითხებით, თუ ეს ხელშეკრულება ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის კარგია, რა მიზეზი ექნებოდათ მათ რომ არ ეპიარებინათ ისევე როგორც აპიარებენ ნებისმიერ პანდუს თუ რაღაც ორკაპიკიან საქმეს, რომელსაც ან საერთოდ არ არსებულ საქმეს. შენ ინტერესი რომ გაიტანო რაღაც ლევერიჯი უნდა გქონდეს და ამათ რა აქვთ ეგეთი დათმობილი აქვთ. არც არაფერი სააკაშვილის ალივე ელაპარაკებოდა, იმიტომ რომ სააკაშვილის გავლით ელაპარაკებოდა ამერიკელებს, ლუკაშენკო ელაპარაკებოდა სააკაშვილს, იმიტომ რომ ამის გავლით ელაპარაკებოდა ამერიკელებს და ევროპელებს მათ შორის და აქ პირიქით არის ალივე საუბრობთ იმცინებები ჩამოვიდა რომ მომეცით ყველაფერი და ამერიკელებთან მე დაგეხმარებით ელაპარაკებაში. აი ესე ამოტრიალდა სიტუაცია. სამწუხაროდ. კი, ესეთ სიტუაცია. მადლობა ძალიან დიდი. დიდი მადლობა თქვენ. ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. შაბათის ფორმულა გააგრძელებს ჩვენს ეთერს, დარჩით ფორმულაზე, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით.